რადგან ამხელა გამოხმაურება მოყვა ვეფხისტყაოსანს, მინდა გითხრათ, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო განათლების სამინისტრომ, რომ ზოგადად მთლიანად შეცვალოს ამ პოემის მოქმედი გმირები და ცოტა ხანში ახალ საგანმანათლებლო სისტემასთან და ახალ საგანმანათლებლო რეფორმასთან ერთად შემოგთავაზებენ ვეფხისტყაოსანის განახლებულ ვერსიას. რა თქმა უნდა, როსტევანის როლს ჩაანაცვლებს ბატონი ბიძინა. იყო მოსკოვში ბიძინა, მეფე ღვთისაგან სვიანი, დაბალი, უფრო მდაბალი, ბიტკოინ მრავალყმიანი. თინათინი იქნება, რა თქმა უნდა, ქალბატონი თეა, რომელიც მზესას წუნობდა, შესაბამისად დაიბარებს ნაციონალური მოძრაობის მიერ სხისხლიანის 9 წლის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის გასასამართლებლად და მოკითხავს პასუხს, თუ რატო იყო განსაკუთრებულად ცხელი აგვისტო ამ 9 წლის განმავლობაში. რაც შეეხება უცხო მოყმეს, ცხადია კახა კალაძეზე უკეთ ამ როლს ვერავინ ვერ შეასრულებს და განსაკუთრებით უხდება მის ცხოვრებას ფრაზა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავის. არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახულთა კვეთასა, deep state-თან და გასათხოვრად გამზადებულ ქართველ მამაკაცების დასაცავად გამზადებული ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, ტარიელის როლს შეასრულებს და ეტყობა სახეზე კიდეც, რომ როგორი დამაშვრალია იმ კაცებზე ნერვიულობით, რომლებსაც ევროპელები გათხოვებას უპირებენ. ფრიდონის როლი გასაგებია, ვისაც ერგება ისეთ ჭარმაკ და წარმოსადეგ მამაკაც, როგორიც არის ფრიდონ ინჯია, რომელიც მგონი აღარ არის ქართული ოცნების წევრი და გარედან ანგრევს სისტემას. ქართული ოცნების მუდმივ პროპაგანდისტს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი 15 წუთში გაასუხარა და ახლა რობერტ სტურუას უყენებს წყალს ნინო ჭღვარკვავას, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დიდი დამსახურება აქვს ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნაში, ფატმანის როლს შესთავაზებენ. დიდი გაწევ-გამოწევა იყო, ვინ იქნებოდა ნესტან დარეჯანი, პოლიტიკური სიბრძნის, დახვეწილობის, განათლების სიმბოლო ნინო წილოსანი თუ მარიამ ლაშხი, რომელსაც გარედან რაღაცა შერეული ხმები ესმის, თუმცა მე მესამე ვარიანტი მყავს, რომელიც უფრო მომწონს. ქალურობის, დახვეწილობის, განათლების, პატიოსნების სიმბოლო ლალი მოროშკინა, ზუსტად ისეთი ქალი, რომელიც არის ნამდვილი ქართული ოცნების სახე და ამიტომ ნესტანის როლს მე სხვას ნამდვილად ვერ დაუთმობდი. ქაჯეთის ციხის მესვეურებს კი რა თქმა უნდა ქართული ოცნების სხვა მეორე ხარისხოვანი სახეები განასახიერებენ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია, რომ კულტურა ტრანსფორმირდა ზუსტად იმ პოლიტიკურ მოცემულობასთან, რომელიც საქართველოში გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იმიტომ რომ კულტურა არის არა იმისთვის, რომ გახდეს რაღაც ადამიანების შემცვლელი და გადამკეთებელი, არამედ ასახავს იმ უსუსურობას, უგუნურობას და დაბალი განვითარების და დაბალი განათლების მქონე ადამიანების მართვას, რომელშიც ამოყავით თავი ბოლო 13 წლის განმავლობაში. გილოცავთ, ქოცებო, ეს არის ზუსტად ის ვეფხისტყაოსანი, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ.